მოსამართლეების პირველი შეკრება მასშტაბური რეპრესიების ფონზე მას შემდეგ, რაც ბოლო 5 დღეში 80-ზე მეტი მოქალაქე საპატიმროებში გზის გადაკეტვის გამო გაუშვეს. რეჟიმის მოსამართლეებმა კონფერენცია გამართეს. შეკრებას კლანის ლიდერების ესწრებოდნენ, თუმცა მათთან საუბრის შესაძლებლობა კრიტიკულ მედიას არ მისცეს. რატომ უზღუდავენ მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას, ზოგიერთ შემთხვევაში პირბადის ტარების გამოც კი? უხერხულ კითხვებს მოსამართლეები დღეს გაურბოდნენ ეს მაშინ, როცა ზოგიერთ მათგანს სახე პირბადით ჰქონდა დაფარული. გიორგი კუჟინაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. გისმენთ. გიორგი, მოსამართლეთა კონფერენცია უკვე დასრულდა. საინტერესოა ის, რომ კონფერენციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე მოსამართლეებმა დაიწყეს გამოსვლა და ამ ტერიტორიის დაკავება. საკმაოდ ადრე დასრულდა ეს კონფერენცია. როგორც გითხრეს, აირჩიეს უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი და ჩვენ მოსამართლეებს, რომლებიც სტოვებდნენ ფეხით და გამოდიოდნენ შენობიდან, გქონდა არაერთი კითხვა ბოლო წლების განმავლობაში მათი კოლეგების მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მოქალაქეებს აპატიმრებენ და ციხეში უშვებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს მოსამართლეებმა და აცხადებდნენ იმას, რომ ისინი ვერ შეაფასებენ სხვა მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, როდესაც ჩვენ ჩავეკითხეთ მათ, რომ რამდენად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელმაც მილიონობით ლარი გაათეთრა და უკანონო შემოსავალი ჰქონდა მისთვის გირაო შეფარდება და მოქალაქე, რომელიც უბრალოდ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას და გზის გადაკეტვას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათთვის პატიმრობის შეფარდება. თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს, თავი აარიდეს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მათთან კითხვები სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ნაწილმა მოსამართლეთა ნაწილმა ვერ დამალა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში, სასამართლო კორპუსში არიან სანქცირებული მოსამართლეები და ეს ფაქტი და ეს გარემოება მათ ძალიან აწუხებთ და არ მოსწონთ, თუმცა მეორე მხრივ ამბობენ, რომ დასადგენია და გასარკვევია ისიც, თუ რამდენად ობიექტურად არიან ისინი დასანქცირებულები. გარდა ამისა, მათ დავუსვით კითხვა პირბადესთან დაკავშირებით, როდესაც პირბადეებს ლუქავენ პოლიციელები და პირბადის კეთების და ტარების გამო მოქალაქეებს აჯარიმებენ ან ციხეში უშვებენ, მათ შორის ერთ-ერთმა მოსამართლემ პირბადით დატოვა ეს ტერიტორია და სწორედ მასთან გვქონდა აღნიშნული შეკითხვა. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მოსამართლეების განცხადებები ძირითად შემთხვევაში კითხვებს, რომელსაც ჩვენ მათ უსვავდით, დუმილით ხვდებოდნენ, ისინი დუმილის უფლებას იღენებდნენ. Batono Levan, დაგველაპარაკეთ რა. კომენტაროთ დავებს ტერიტორია ეს პირბადის გამო რო უშვებენ ციხეში კოლეგები ადამიანებს ციხეში უშვებენ და პირბადის დანიშნულება იცით გეთაყვა რა არის. გზის გადაკეტვის გამო ადამიანებს 15 დღით პატიმრობაში რომ უშვებენ და ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მილიონები გაათეთრა, გირაოს საფუძველზე რო უშვებენ, ეს სამართლიანად მიგაჩნიათ? ნინო გალუსტაშვილი. ხალბატონო ნინო, გამარჯობა. უმილის უფლებას იყენებ ხალბატონო? უხერხულობას არ გიგდით გზის გადაკეტვისთვის, რომ მოქალაქეებს ციხეში უშვებთ? გამოითათმირე, შეგიძლიათ გითხრათ შეკრება. უმილის უფლებას იყენებთ თქვენ? შუაშია საბჭოს წევრის არჩევნები იყო. და ვინ აირჩიეთ? გამოაცხადებენ. იპასუხოთ ეს უთანხმოება, რაც მოსამართლე. რა უთანხმოება? არანაირი უთანხმოება არა. ყველაფერი კარგად არის? ყველაფერზედ მიწევნით ანუ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გრიტიშვილი, რასაც გეტყვით, ყველაფერს ისე ასრულებთ და ყველაფერი არა, როგორც საჭირო. როგორ არის საჭირო ამ მოქალაქეებს, რომ 15 დღე გზის გადაკეტვისთვის, აქციაზე ყოფნისთვის, რომ პატიმრობაში უშვებთ, ეს კანონიერია? არა, არ ვღებულობ სამართლო გადაწყვეტილებებს. ვის ღებულობს ის თუ გაგი პროტესტებია? გადაწყვეტილებებს თუ წამაკითხებთ, აი მაშინ შეიძლება ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილება, მაგალითად ვახოსანაიაზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს არ ვიცნობ, მაგადად ჟურნალისტებს რო ციხეში უშვებს, ბატონო, არ ვიცნობ, მაგ საკითხებზე. მე ჩემ საქმეებზე ვაგებ პასუხს და ჩემ გადაწყვეტილებაზე და სხვის გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ და სულ. ეს ყველაფერი აი როგორ რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია დასანქცირება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, არც
ადამიანების დაპატიმრება არის მისასალმებელი გარემოება, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საქმეს განიხილავს მოსამართლე შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლის გაკრიტიკების, მოწონების ან გაშიშ შესაძლებლობა არ აქვს სხვა მოსამართლე. არის პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ვერ გავაკეთებ კომენტარს. ყველა მოსამართლე თავის პასუხისგებლობით იხილავს. ნინო გალუსტაშვილმა ამდენი ადამიანი ციხეში რო გაუშვა, ყველა მოსამართლე თავისი პასუხისგებლობით განიხილავს საქმეს. კონფერენციას ესწრებოდნენ ისეთი ოდიოზური მოსამართლეები, როგორებიც არიან ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ასევე ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც არაერთი ადამიანი საპატიმროში გაუშვა, მაშინ როდესაც მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა მათ წინააღმდეგ, ასევე თამარ მჭედლიშვილი, გარდა ამისა ლელა მარიდაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატი იყო საკრებულოში, მან ლევან ხაბეიშვილი გაუშვა ციხეში და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს მოსამართლეები დუმილით ტოვებდნენ კონფერენციას, როდესაც ჩვენ მათთან გვქონდა კითხვები, ისინი როგორც ჩანს სათქმელიც არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ აქვთ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე აქ იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მზია ამაღლობლის საქმეს განიხილავდა და მანაც დუმილის ფონზე დატოვა ეს შენობა და ეს ტერიტორია. მოსამართლეებმა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი, 305 მოსამართლე ესწრებოდა ამ კონფერენციას და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ არ გვეძლეოდა შიგნით შესვლის უფლება, რადგანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე დიდი ხანია პრესსამსახური არ ყავს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ ყავს და ფაქტობრივად მედია ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში, თუ რა ხდება და რა გადაწყვეტილებებს იღებენ ამ საბჭოში, შესაბამისად ვერ მოვახერხეთ მათ შორის ამ კონფერენციის გადაღება და გაშუქება, როგორც ჩანს, კლანმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მოსამართლეებს არ შექმნოდათ დიდი დისკომფორტი და დამატებითი დისკომფორტი კრიტიკული კითხვების, რომელსაც ჩვენ დავსვავდით იმ შემთხვევაში, თუ მოგვეცემოდა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით და დავსწრებოდით ამ კონფერენციას, არადა მათ შორის ლევან მურუსიძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს პრეტენზია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება არის გამჭვირვალე და ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებენ.